I recognize this assassin. Go now. Suicide pedal. Where's my father? Take this miserable sinner into the company. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს განვიხილავთ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ორიგინალური ხედვის მქონე ამერიკელი კინორეჟისორის ვეს ანდერსონის ახალ ფილმს სახელად ფინიკიური სქემა. ეს გახლავთ ანდერსონის რიგით მე-12 სრულმეტრაჟიანი ფილმი, რომელიც მისი ბოლო და მის კარიერაში ჩემი ყველაზე ნაკლებად საყვარელი ფილმის ასტეროიდების ქალაქის შემდეგ გადაიღო, რომლის განხილვაც ჩემს არხზე დევს და თუ დაგაინტერესდებათ, შეგიძლიათ ნახოთ. მას შემდეგ 2 წელი გავიდა და ვეს ანდერსონიც დაგვიბრუნდა ახალი ფილმით, რომლის ნახვის შემდეგაც ისეთი შთაბეჭდილება გამიჩნდა, რომ ვეს ანდერსონი მისი კარიერის ამ ეტაპზე უბრალოდ კომფორტის ზონაშია და აგრძელებს ისეთი ფილმების შექმნას, რომლებიც ერთმანეთისგან დიდად არაფრით განსხვავდებიან და რომლებიც გიქმნიან ერთგვარ დეჟავუს განცდას, რომ ეს ხომ უკვე ნანახი მაქვს. მათთვის ვისთვისაც ვეს ანდერსონის სტილი ჯერ კიდევ უცნობია, მოკლედ შევაჯამებ, რომ ანდერსონს აქვს მისთვის დამახასიათებელი უნიკალური ხელწერა. სტილი, რომელიც იმდენად გამორჩეულია, რომ ის ფაქტობრივად ცალკე ჟანრს წარმოადგენს. ვეს ანდერსონის სტილისთვის დამახასიათებელია სიმეტრიული კომპოზიციები, ცოცხალი და მკვეთრად სატურირებული ფერები, ცხარტი და სიტყვაუხვი დიალოგები, პერსონაჟების ემოციური ინდიფერენტულობა და სარკაზმით სავსე იუმორი. მის ფილმოგრაფიაში ეს ელემენტები მისი შემოქმედების ადრეული წლებიდანვე გვხვდება, მაგრამ დროთა განმავლობაში მისი სტილი სულ უფრო და უფრო იხვეწებოდა, როგორც ვიზუალურად, ისე შინაარსობრივად და ორივე მხრივ მისმა შემოქმედებამ ჩემთვის პიკს მიაღწია 2014 წლის ფილმით სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი. თუმცა აქედან მოყოლებული რამდენადაც უფრო ლამაზი და ვიზუალურად შთამბეჭდავი ხდებოდა მისი ფილმოგრაფია, იმდენად უფრო უინტერესო და შინაარსობრივად დაცლილი იყო მისი ყოველი მორიგი ფილმი. ხოლო რაც შეეხება მის ახალ ფილმს, ფინიკიურ სქემას, ცოტა არ იყოს და როგორც thumbnail-ზე მიწერია, ამ ფილმზე ბოლომდე ვერ ჩამოვყალიბდი. თუმცა რაღაცები მაინც ნათელია ჩემთვის. კერძოდ, ის დაუფიქრებლად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ფილმი გაცილებით უფრო მეტად მომეწონა, ვიდრე ანდერსონის წინა ფილმი ასტეროიდების ქალაქი. ასევე შემიძლია დარწმუნებით ვთქვა ისიც, რომ ეს ფილმი ნამდვილად იქნება 2025 წლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფილმი. და მაინც ეს არ იყო ის, რასაც ველოდი, რადგან ვიცი, რომ ანდერსონს ბევრად უფრო მეტის გაკეთება შეუძლია, მაგრამ როგორც დასაწყისში ვთქვი, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ის უბრალოდ ვერ გამოდის კომფორტის ზონიდან და ამისი მიზეზი არის ფინანსური თავისუფლება. დიახ, არ მოგესმათ. და სიტყვა ფინანსური თავისუფლება ხელოვანს უნდა აძლევდეს კრეატიულ თავისუფლებას და უბიძგებდეს ისეთი რაღაცების შექმნისკენ, რაც არც მას და არც არავის მანამდე არ გაუკეთებია. თუმცა ამის ნაცვლად ანდერსონი იმეორებს ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობ ძველს. ფინანსური თავისუფლება კი იმიტომ ვახსენე, რომ თუ ჯერ კიდევ არ იცით, 2006 წლიდან ვეს ანდერსონის ფილმებს გულუხვად აფინანსებს ამერიკელი ბიზნესმენის სტივენ რეილსის მიერ 2006 წელს დაფუძნებული კინომწარმოებელი კომპანია Indian Paintbrush. ასეთი მფარველის ფონზე კი როგორც ჩანს, ვეს ანდერსონს დიდად აღარ ანაღლებს აღარც კინოკრიტიკოსების შეფასებები და არც ჰოლივუდში გამძვინვარებული კონკურენცია. ამის ფონზე ვეს ანდერსონი იქცა ისეთ რეჟისორად, რომელსაც შეუძლია შექმნას თითქმის 2 საათიანი აზრს მოკლებული და მისი ყველაზე დაბალი შეფასების მქონე ფილმი და მაინც დაიმსახუროს 6 წუთიანი ოვაცია კანის კინოფესტივალზე. ხოლო ასეთი წარუმატებელი ფილმის შექმნიდან 2 წელიწადში კი გადაიღოს ახალი ფილმი, რომლისთვისაც წინა ფილმის წარუმატებლობის მიუხედავად, მაინც იმხელა ბიუჯეტი ექნება, რომ უპრობლემოდ შეძლებს შემოიკრიბოს ჰოლივუდის საუკეთესო და ყველაზე ძვირადღირებული მსახიობები, რომელთაგანაც ერთ-ერთს უილიამ დეფოს მსგავს მსახიობს მხოლოდ 10 წამიანი სცენის გადასაღებად დაიქირავებს. You know how much I sacrificed? ცუდად არ გამიგოთ, ანდერსონის ფილმოგრაფია ძალიან მიყვარს და მიმაჩნია, რომ ის ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხედვის მქონე რეჟისორია, რომელსაც უნივერსიტეტები აუცილებლად შეიყვანენ კინომცოდნეობის პროგრამის კურიკულუმში, თუ ჯერ კიდევ არ უქნიათ ეს. და ზუსტად იმიტომ, რომ ასე მიყვარს მისი სტილი, აი ზუსტად ამიტომ მინდა რომ ვნახო ის თუ რას შექმნის ის, როდესაც მისი პოტენციალის და ორიგინალურობის მაქსიმუმს გამოიყენებს. მინდა ვნახო მისი ისეთი ფილმი, რომელიც შთამბეჭდავი იქნება არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ შინაარსობრივად. ფილმი, რომელიც იქნება არა უბრალოდ კარგი ფილმი, არამედ ძალიან მაგარი ფილმი და რომელიც მაყურებლის გონებაში დიდხანს დარჩება. Wow, that is really hard. ვიდეოს დარჩენილი ნაწილი დაეთმობა ფილმის შინაარსობრივ ანალიზს და აქვე გეტყვით, რომ მასში გაჟღერდება სპოილერებიც. ფინიკიური სქემა გვეყვება გამოგონილ ისტორიას 50-იანი წლების ცნობილი ბიზნესმენის და ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის, ვინმე ჟაჟა კორდას შესახებ, რომელმაც ქონება არაპატიოსანი გზებით მოიხვეჭა და როგორც ჭეშმარიტი ცივსისხლიანი კაპიტალისტი, ასევე არაპატიოსანი გზებით, კერძოდ იაფი მუშახელის უბედურების, სიღარიბისა და მონობის ხარჯზე, ცდილობს ფრთები შეასხას მისი ცხოვრების სანუკვარ პროექტს სახელად
ფინიკიური სქემა, რაც გულისხმობს ხმელთაშუა ზღვის ახლო აღმოსავლეთის სანაპიროებზე საპორტო ქალაქის აშენებას, რომლიდანაც ის და სხვა ინვესტორები და მათი შთამომავლობა მომდევნო 150 წლის განმავლობაში სარგებელს მიიღებენ. ჟაჟა კორდას ამ გეგმას ეწინააღმდეგება აშშ-ის მთავრობა, რომელიც ყოველგვარი გზებით ცდილობს მის შეჩერებას. სანუკვარ პროექტზე მუშაობისას ჟაჟა კორდა არაერთხელ გადაურჩება მკვლელობის მცდელობას და მე-6 ასეთი ლამის საბედისწერო ეპიზოდის შემდეგ გადაწყვეტს, რომ თავისთან მოიხმოს და მემკვიდრეობა შესთავაზოს თავის ერთადერთ ქალიშვილს, ლიზლს, რომელიც მონაზვნობისთვის ემზადება. როგორც ღმერთის მსახური, ის ეჭვის თვალით უყურებს მამამისის გეგმებს, თუმცა ის მაინც დათანხმდება მემკვიდრის სტატუსის მიღებას და მამასთან ერთად გაემგზავრება უცნობ მიწებზე ფინიკიური სქემის დასაფინანსებლად საჭირო ინვესტორების შემოსაკრებად. ჟაჟა კორდას თხოვნით მოგზაურობას შეუერთდება მესამე ადამიანიც, კერძოდ ნორვეგიელი მეცნიერი და მწერების ექსპერტი ბიორნი, რომელიც მოგვიანებით აღმოჩნდება, რომ არც ნორვეგიელია და არც ბიორნი, არამედ ის გახლავთ ამერიკის მთავრობის ჯაშუში, რომელსაც კორდას ქალიშვილი შემთხვევით გამოიჭერს ჯაშუშობაში. თუმცა ბიორნი იმდენად კეთილგანწყობილია მამისა და შვილის, განსაკუთრებით კი მომხიბვლელი მონაზვნად ჯერ არ აღკვეცილი შვილის მიმართ, რომ გადაწყვეტს გახდეს ორმაგი ჯაშუში და ერთდროულად იმუშაოს როგორც მამაშვილისთვის, ისე ამერიკის მთავრობისთვის. მოკლედ, ეს სამი ძალიან განსხვავებული, მაგრამ ამის მიუხედავად კარგი საერთო დინამიკის მქონე ადამიანი მოინახულებს 5 ინვესტორს, რა დროსაც არაერთი მოულოდნელი და სახალისო ისტორია გადახდებათ თავს. მათ შორის ჟაჟა კორდას მკვლელობის მორიგი მცდელობები, რომლებიც რაც არ უნდა ტრაგიკულად ჟღერდეს, ფილმში ძალიან სახალისოდაა ნაჩვენები და რომლებსაც სამივე უნებლად გადაურჩება. სწორედ ამ მრავალფეროვანი თავგადასავლების შედეგად ხდება სამივე პერსონაჟის ტრანსფორმაცია. კერძოდ, ბიორნი თავის ნამდვილ სახეს და ვინაობას იბრუნებს, კორდას ქალიშვილი ივიწყებს ზოგიერთ რელიგიურ დოგმას და უარს არ ამბობს მონაზვნისთვის შეუფერებელ ამ ქვეყნიურ სიამოვნებებზე, მათ შორის თამბაქოზე, ალკოჰოლსა და ძვირფასი თვლებით მოჭედილ ნივთებზე, ხოლო ჟაჟა კორდა კი იწყებს ფიქრს მისი ქმედებების ეთიკურ და მორალურ მხარეებზე, რაც მისთვის ადრე უცხო იყო, მაგრამ ქალიშვილის გავლენით ის გადაწყვეტს, რომ მისი პროექტის სამიზნე რეგიონებში ბოლო მოუღოს შიმშილსა და მონობას, მაშინაც კი, როდესაც აღმოაჩენს, რომ ამისთვის ინვესტორები საკმარის ფულს არ ჰპირდებიან. ამიტომ ის იღებს მისი მსგავსი დიდარი და ამბიციური ადამიანისგან მოულოდნელ გადაწყვეტილებას, რომ მთელი თავისი ქონება შესწიროს მისი სანუკვარი პროექტის განხორციელებას და ამ რეგიონში მცხოვრები ხალხის კეთილდღეობას, რის გამოც ის ყველანაირ სიმდიდრეზე უარს იტყვის და ცხოვრებას ზარეულისა და ჭურჭლის მრეცხავის როლში გააგრძელებს. თანაც ყველანაირი სინანულის გარეშე, რადგან მან შეიძინა მისთვის ყველაზე ძვირფასი ქალიშვილი, რომელიც მოგვიანებით აღმოჩნდება, რომ მისი ნამდვილი შვილიც კი არ არის, მაგრამ ის მას შეიყვარებს როგორც თავის სისხლს. ხოლო ქალიშვილი თავის მხრივ ასევე უარს იტყვის სამონაზვნო ცხოვრებაზე და მამასთან ერთად შეუდგება მათი ფრანგული რესტორნის შეჟაჟას მართვას. ის რაც ამ ფილმში ყველაზე მეტად მომეწონა, გარდა მისი ვიზუალური მხარისა, იყო მსახიობების, უფრო კონკრეტულად კი მთავარი ტრიოს შესრულება. ბენისიო დელ ტოროსთვის ეს მეორე როლი იყო ვეს ანდერსონის ფილმში French Dispatch-ის შემდეგ და მიხარია, რომ ამჯერად მთავარ როლში ვიხილეთ, რადგან ძალიან კარგად ერგება ვეს ანდერსონისეულ სტილს. თანაც ისეთი როლი ჰქონდა, რომ აბსოლუტურად ყველა სცენაში იყო და იშვიათად იყო ფილმში ისეთი მომენტები, როდესაც მას ეკრანზე არ ვხედავდით. რაც შეეხება მაიკლ სერას და მია ტრიპლტონს, რომელიც თურმე კეით უინსლეტის შვილი ყოფილა, ეს ორივესთვის ანდერსონის პირველი ფილმი იყო, რომელშიც ითამაშეს და მინდა ვთქვა, რომ იმდენად კარგად გამოსდით ორივეს, რომ თითქოს ასეთი ვეს ანდერსონული როლებისთვის არიანო დაბადებულნი. მათი სახეები ერთი შეხედვით გაყინული და უემოციო, მაგრამ რაღაცნაირად მაინც მრავლის მთქმელი იყო. დანარჩენ მსახიობებზე იმდენად არ მოდიოდა დატვირთვა, თუმცა ყველა ძალიან კარგი იყო ამ ფილმში. ერთადერთი ბენედიქტ კამბერბეჩის წვერსა და წარბებს შევცვლიდი და ასევე ცოტა კონტექსტიდან ამოვარდნილი მომეჩვენა სკარლეტ იოჰანსონის სლავური გარეგნობა და აქცენტი. კიდევ ერთი რამ, რაც არის მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ იწყენ ამ ფილმის ნახვისას, არის პერსონაჟების ენამახვილობა და იუმორი. მაგრამ ეს არ არის ისეთი იუმორი, როდესაც პერსონაჟები ცხადად ხუმრობენ. არამედ ეს გახლავთ სრული სერიოზულობით ნათქვამი, სარკაზმით სავსე სიტუაციური ფრაზები, რომლებიც ერთი შეხედვით ძალიან ტრაგიკული, მაგრამ ამავდროულად ძალიან სასაცილოა. მაგალითად, ჟაჟა კორდას ხშირად განმეორებადი ფრაზა, რომ ის თავს უსაფრთხოდ გრძნობს, myself I feel very safe, მაშინ როდესაც იცის, რომ სიკვდილი კარზე მოსდგომია, რადგან გვერდზე ოთახში დინამიტი წუთი წუთზე უნდა აფეთქდეს. ეს ერთგვარი კარტუნისტულობა საკმაოდ სასაცილოს ხდის ფილმს, რაც საჭიროა, რომ ცოტა ხანი მაინც შეისვენოს მაყურებელმა ამ აუარებელი დიალოგებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში ალბათ ძალიან დამღლელი იქნებოდა ვეს ანდერსონის არამხოლოდ ამ, არამედ ნებისმიერი სხვა ფილმის ნახვა. მოკლედ, როგორც ხედავთ, ფილმით საკმაოდ
სამაუდვის სიამოვნე, მაგრამ ამავდროულად არის მასში რაღაც ისეთი, რაც არ მომწონს. ან უпроსტორად პრობლემა იმის არ არსებობაა, რაც უფრო მომაწონებდა ამ ფილმს. კერძოდ, უფრო საინტერესო ნარატივი, დიალოგები, რომლებიც არა მხოლოდ სიტყვებს, არამედ ემოციებს გადმოსცემდა, მეტი სიცხადე პერსონაჟების მოტივებში და ზოგადად მეტი სიღრმე, რადგან ფილმი თითქოს დაცლილია ყველანაირი ემოციური სიღრმისეულობისგან. ფილმი კი ეხება ისეთ თემებს, როგორებიცაა სიკვდილი, დისფუნქციური ოჯახები, ადამიანის ბუნება, რომელიც ამ ფილმის მიხედვით ადამიანში არსებული ბევრი ბოროტების მიუხედავად მაინც არსებითად კარგი უნდა იყოს, რასაც მე არ ვეთანხმები პუტინის შემხედვარე. მაგრამ ამ თემების სერიოზულობის მიუხედავად, ბოლომდე მაინც ვერ მოაქვს ჩვენამდე სათქმელი და მაყურებელს ცარიელს და რაღაცნაირად დაბნეულ სტოვებს. ამით დავამთავრებ ჩემს დღევანდელ განხილვას. მართლა მაინტერესებს თქვენ თუ მოგეწონათ ეს ფილმი, იქნებ მერე მაინც ჩამოვყალიბდე. ამიტომ გთხოვთ კომენტარებში გამიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები. თუ ახალი ხართ, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, მე კი დროებით გემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე.